პირდაპირ ეთერში. და რასაც ცხადებენ საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების ახალი რეგულაციების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოაბის შეკითხვებს საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური უპასუხებს. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სწორედ ახლა მიმდინარეობს ხდომა, სადაც ამ ახალ რეგულაციებზე უნდა იმჟელონ და განიხილონ. რატომ არის ეს ინიციატივა მიუღებელი არასამთავრობოებისთვის? პირველ რიგში მე გეტყოდით, რომ ეს არის უპრეცედენტო შეზღუდვები, როგორც მედიისთვის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ შევაგროვოთ ფაქტები და დავადასტუროთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვექნება არჩევნების დღეს. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრ პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ის დადგენილება, რომელიც არის ინიცირებული CSKO-ს მიერ, ის ეწინააღმდეგება დღევანდელ კანონს, ანუ საარჩევნო კოდექსს. მეორე პრობლემა არის ის, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციები ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან იმას, რომ ხელისუფლება აპირებს გარკვეულწილად რაღაც გარკვეულ ქმედებებს იმისთვის, რომ ზემოქმედება მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, გამოიყენოს მაგალითად ყალბი პირადობის მოწმობები ან რაღაცა სხვა სახის манипуляция განახორციელოს, ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას შემოაქვს ესეთი ინიციატივა, რაც გამჭვირვალეს არ ხდის, რა თქმა უნდა, პროცესს. მესამე პრობლემა არის ის, რომ ზოგადად ჩვენ ალბათ ყველას გვინდა, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ იყოს უფრო მეტი ნდობა და ის, რომ პროცესი უფრო დახურული იქნება და გამჭვირვალე არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებრივ ნდობას დააგდებს ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ. ასევე კიდევ ერთ პრობლემაზე გავამახვილებდი ყურადღებას ის, რომ ყველა აბსოლუტურად საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ არ უნდა შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი თვით ადრე. ჩვენ ახლა სახეზე გვაქვს ფაქტი, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის 7 დღით ადრე, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და არ ამგონია, რომ ჩვენი ზუსტად ამასთან დაკავშირებით, თქვენ რას უკავშირებთ ახალი რეგულაციების ინიციირებას ზუსტად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე? მართალია CSKO-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ადრეც იყო, თუმცა განხილვის პროცესი მხოლოდ გუშინ დაიწყო. იცით, მე არ ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით ვისთან იყო საუბარი, ჩვენთან საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა. მე ერთადერთი შეგახსენებთ იმას, რომ როდესაც ინიცირებული იქნა ახალი საარჩევნო კოდექსი და როდესაც ვიდეოთვალი ამოღებული იქნა კანონმდებლობიდან, ჩვენ მართველი პარტიის წარმომადგენლებმა მოგცეს იმის გარანტიები, რომ დარჩება ის ნორმა, რომელიც ეხება ფოტო და ვიდეო გადაღებას. ანუ ამ შემთხვევაში, როგორც არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება იმისა, რომ გადაიღონ და დააფიქსირონ კადრები. რაც შეეხება იმ პოზიციას ხელისუფლებისა, რომ არ უნდა შეიზღუდოს საარჩევნო პროცესი, ანუ არ უნდა რაღაც გარკვეული შეფერხებები არ უნდა იყოს საარჩევნო პროცესისა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გეტყოდით, რომ რეგულირდება საარჩევნო კოდექსით, აბსოლუტურად ყველაფერი არის გაწერილი საარჩევნო კოდექსში და ადგილზე კომისიებს აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და გააძევონ ის ადამიანი, ის პირი, რომელიც პრობლემებს უქმნის საარჩევნო პროცესს. ანუ ამაზე ეს ყველაფერი არის დარეგულირებული კანონმდებლობით და დამატებითი აი ამ შეზღუდვების შემოტანა ნამდვილად მიუღებელია. ქალბატონო ეკა, CSKO-ს თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ გადაღების წარმოებამ ამორჩევლის მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას ხელი არ უნდა შეუშალოსო. თქვენი შეფასებით ეს პრობლემა რეალურად დგას? აი ყოფილა უბნებზე როდის მე მსგავსი შემთხვევები? მე მგონი ესეთი შემთხვევები ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია აკვირდება არჩევნებს, ესეთი პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება ხმის ფარულობას, ანუ თვითონ იმ ჯიხურში იქ კამერები არ არის განთავსებული და პრობლემა არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს თუ არა გადაღებული, როდესაც იგი შედის საარჩევნო უბანზე, იცით, ის რომ ის მივიდა საარჩევნო უბანზე, ეს არის დაფიქსირებული მისი ხელმოწერით. ანუ აქ ეს არ არის ფარული პროცესი და ეს არის საჯარო პროცესი და არ ამგონია, რომ ვინმე მალავდეს იმას, რომ მან მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ქალბატონო ეკა, პირადად თქვენ დღეს საშუალება გქონდათ შეხვედროდით ზურაბ ხარატიშვილს, ხომ არ ყოფილა მისი მხრიდან სხვა შემოთავაზება ახლებურ რეგულაციებთან დაკავშირებით? არა, ის საუბრობდა ზოგადად შუალედურ ვარიანტზე, თუმცა კონკრეტულად არაფერზე არ ყოფილა საუბარი. მე იმედი მაქვს, ჩემი წარმომადგენლები ახლა არიან CSKO-ში და მე იმედი მაქვს, რომ იქ უკვე კონკრეტულ საკითხებზე ისინი საუბრებენ.
და ქალბატონო ეკა, დღეისათვის როცა საკმაოდ მაღალია დაძაბულობა ქვეყანაში, ამ ვითარებაში თქვენი აზრით რატომ გახდა ამ დადგენილების განხილვა საჭირო და თქვენ რას უკავშირებთ აი ამას? ძალიან რთულია, ხო, მე ვთქვი, რომ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ გამჭვირვალე უნდა რომ იყოს პროცესი, რომ ისინი არაპირებენ манипуляციას, ისინი არაპირებენ კანონის დარღვევას არჩევნების დღეს, ამ დროს აი ესეთი რეგულაციების შემოტანა ნამდვილად ბევრ კითხვის ნიშანს სვავს. მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ შეუქმნის ხელისუფლებას პოზიტიურ იმიჯს და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კითხვის ნიშანი დადგება ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები იქამდე სანამ მიიღებენ ამ დადგენილებას. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა. მოამბის შეკითხვებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური